დილა მშვიდობისა მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ გამახსენდა, რომ ძალიან დიდი ხანია და განსაკუთრებით ბოლო დღეებია საქართველოში მშვიდობიანი დილა არ გვითენდება. ალბათ უმეტესობა თქვენც ასე ხართ, როცა იღვიძებთ პირველი ალბათ სკროლავთ ტელეფონს. ხდებათ ნიუსები, რაც ან სანამ თქვენ გეძინათ მაშინ მოხდა, ან წინა საღამოს მოხდა. ალბათ თქვენც ბოლო დღეებში, როცა იღვიძებთ საშინელი ნიუსები ხდებათ ხოლმე, განსაკუთრებით ბოლო დღეებში. აი მაგალითად ამ დილის ნიუსებს წაგიკითხავთ და გაგაცნობთ. ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ონისეზე იზალა და რა თქმა უნდა გამოუშვეს. ისიც იმიტომ დაიჭირეს, რომ უბრალოდ გამოჩენილი იყო, რომ ვიღაც დაიჭირეს, თორემ ამ ადამიანის გარდა სხვებმაც იზალოდეს ონისეზე, თუმცა მეტი არავინ დაუჭერიათ. გუშინ ასევე გაიმართა აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს. რატო ალბათ იკითხავთ? უბრალოდ ბიძინა ივანიშვილზე ეწერათ რაღაცები ბანერებზე და ეს ქართულმა პოლიციამ ვერ აიტანა, იცით? აი ძალიან მარტივად შეიძლება აიტანოს მაგალითად ადამიანზე ძალადობა, ჯგუფური თავდასხმა და რამდენიმე დღეში შეიძლება დამნაშავე უკანაც გამოუშვან. თუმცა თუ ბიძინას ეხება საქმე, ამას ვერ აიტანს ქართული პოლიცია. ასევე როგორც უკვე აღმოჩნდა, თურმე მარტივად შეიძლება ადამიანი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს დადასტურებულად, ფლობს რამდენიმე იარაღს და წლების განმავლობაში უფიქსირდება რამდენიმე ძალადობის ფაქტი, ასეთ ადამიანს შეიძლება იარაღი დავუტოვოთ, დავუბრუნოთ. მივცეთ თავისუფლება, რომ აი ის ჩაიდინოს, რაც ბოლო დღეებში ჩაიდინა. მაგრამ ქოცები რას ამბობენ, ისეთ ესეთი რაღაცები ხო ყველგან ხდება. ეს არა უშავს, ხალხს ყველგან კლავენ, სტიქიები ყველგან ხდება, მაგრამ აი თუ რუსმა ქალმა ქორწილი დაარბია, ჩაშალა, შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სუფრას და თუ ამ რუს ქალს სახეში კარგად მოხვდა, მაშინ არა ძალადობას. ასე აზროვნებენ ქოცები. რა თქმა უნდა, არა ძალადობას და ნამდვილად არ უნდა დაერტყა სახეში ხელი კაცს ქალისთვის. ამაზე ხო ძალიან შეშფოთდნენ ქოცები და გამოვიდნენ ერთი ამბით კომენტარებში და სიტყვით. არა, მზია მაღლობელი ციხეშია, უკვე ძალიან დიდი ხანია და რის გამო. ალბათ მიხვდებით, როგორ ხასიათზე შეიძლება გაიღვიძოს ადამიანმა, როცა პირველი ასეთი ნიუსები ხდება და როცა იაზრებს, როგორ ქვეყანაში ცხოვრობს. ყველაზე სევდიანი კი ის არის, რომ რაღაც პერიოდში უკვე მოლოდინი გაქვს ასეთი ნიუსების, იმიტომ რომ ყოველ დღე ესეთები ხდება. ყოველ დღე უფრო და უფრო გაოცებს ის, რაც შენს ქვეყანაში ხდება და არ იცი ეს ყველაფერი როდის დამთავრდება. აი მართლა ვერ ხვდები სად არის გამოსავალი, რა შეიძლება მოხდეს, რაც არ მომხდარა. რა შეიძლება იყოს ბოლო წვეთი ამათთვის, რომ მიხვდნენ, რომ დროად წავიდნენ. აი მართლა ვერ ხვდები. ყველაზე მთავარი ნიუსი დამავიწყდა, თურმე იქმნება ძალადობრივი ჯგუფები, აი ტიტუშკები რო დარბოდნენ, ხო გახსოვთ აქციების პერიოდში, რაღაც მასეთი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სიწმინდეებს დაიცავს. რა არის სიწმინდე, რომელსაც შეურაცხყოფას აყენებენ, ამას თავად გადაწყვეტენ, რა თქმა უნდა. იდეაში პოლიციაც ხომ მაგას აკეთებს, ხალხის დაცვის გარდა, რეალურად საქმის გაკეთების გარდა, უბრალოდ იმაზე ზრუნავენ, როგორ დაიცვან ბიძინა ივანიშვილის უკანალი. მე მაგალითად ინფორმაციას ვიღები ინსტაგრამიდან, ვაფოლოებ რამდენიმე მედიას, სადაც იწერება სხვადასხვა ინფორმაციები და ყოველ დილით მე შინია რომ გავხსნა ინსტაგრამი და ვნახო, რა ხდება ქვეყანაში.